პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც უკვე ყველა სივრცეს ეხება, მათ შორის მდინარეებს, ზღვებსა და ოკეანეებს. სპეციალისტების მოსაზრებით, მიკროპლასტმასი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადვილად გადადის ერთი ეკოსისტემიდან მეორეში და ხშირად ატარებს პათოგენურ ბაქტერიებსაც. ამ საკითხზე ევროპის მასშტაბით ახალი კვლევა ჩატარდა. დაკვირვება 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა. სპეციალისტებმა შეისწავლეს 9 მდინარე, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ მცირე ზომის მიკროპლასტმასი გვხვდება. კვლევა ასევე ეხებოდა მიკროპლასტმასზე მიკრობების არსებობას და პირველად დაფიქსირდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიის კვალი. ეს ეხება მდინარე ლუარას, რომელიც საფრანგეთშია. მეცნიერების მოსაზრებით, რადგან საქმე ეხება არა მარტო ეკოლოგიურ პრობლემას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობას, ეს მოითხოვს გადაუდებელ კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.